მინდა რომ უბრალოდ სადმე დახვიდე. ზოგჯერ კიდევ სადმე უბრალოდ დანიშნულების გარეშე საუბრობ. წინ, left, right, I don't fucking care. მინდა რომ სადმე დახვიდე. So, alles, charte, tak okay, here we go. Mancana música, shorty, the vibe, ready to go. Mancana música, shorty, the vibe, and we can roll, left and right. Samuda motashi wa kaja di leve ya that felt right. Mancana música, shorty, the vibe, ready to go. Mancana música, shorty, the vibe, and we can roll, left and right. Samuda motashi wa kaja di leve ya that felt right. Hey, just slow flow on a beat. Gadishul tვალები და gone a bit. Shake-zani don't a bitch. Gabede და გექნება უფრო მეტიც. Just slow flow on a beat. Bitch ნუმწერ I'm not connected. Blinded and blind as a comedy. ვაპირებდი გაიფ მომენტით. მომეცი ალკო, მომეცი ნარკო. მოვწევდი პლანს bro, გაიფმა პროცენტი დადო. ოთახში კონცერტი მაქვს, რომ თავარი кайფი, კონცენტრაცია მარტობს. როცა ვაფეთქე ბაიტს და მარტოც. ვამუღამებ кайფს ნახტომს. ვაკეთებ პირდაპირ რეივში და თვალებს არ ვახელ minds. Replay once more. Chance row გამოვიყენებ chance bro. მუსიკით გავასწრო პრობლემებს იმედი მქონდეს მე ყოველწამს თავს თხოვ. Yeah, fuck that bullshit. მუსიკა მაგ shit. I like that cool shit. Bitch me power Google shit. Ზოგჯერ სულ მარტო. ვებძვით სუნამს bro. მღელავ ტალღებში ვცურავ bro. ელავს წვიმას ფანჯიდან სუნთქავ bro. Ey, ღამის ვაიბი. თითქოს წამლის кайფი. მხოლოდ ფანჯის ლაითი. ახლა რაც მინდა ისტყვი. Mancana música, shorty, the vibe, ready to go. Mancana música, shorty, the vibe, and we can roll, left and right. Samuda motashi wa kaja di leve ya that felt right. Mancana música, shorty, the vibe, ready to go. Mancana música, shorty, the vibe, and we can roll, left and right. Samuda motashi wa kaja di leve ya that felt right. მოგესალმებით. სიგი დღეს მაქვს ფეხის ვარჯიში, ოღონდ ჰამსტრინგებზე აქცენტით. პირველი ვარჯიში დავიწყე სუმო ამოწევა. ხანდახან ვაკეთებ ხოლმე ამ მოძრაობას. ძალიან მძიმეს არ ვიზავ, ნახოთ როგორ წავა. წელზე თუ რაიმე დისკომფორტი ვიგრძნი, რა თქმა უნდა შევეშვები და გადავალ სხვა ვარჯიშს. ვამუღამებ кайფს ნახტომს. ვაკეთებ პირდაპირ რეივში და თვალებს არ ვახელ minds. Replay once more. Chance row გამოვიყენებ chance bro. მუსიკით გავასწრო პრობლემებს იმედი მქონდეს მე ყოველწამს თავს თხოვ. Yeah, fuck that bullshit. მუსიკა მაგ shit. I like that cool shit. Bitch me power Google shit. ზოგჯერ სულ მარტო. ვებძვით სუნამს bro. მღელავ ტალღებში ვცურავ bro. ელავს წვიმას ფანჯიდან სუნთქავ bro. Ey, ღამის ვაიბი. თითქოს წამლის кайფი. მხოლოდ ფანჯის ლაითი. ახლა რაც მინდა ისტყვი. Mancana música, shorty, the vibe, ready to go. Mancana música, shorty, the vibe, and we can roll, left and right. Samuda motashi wa kaja di leve ya that felt right. Mancana música, shorty, the vibe, ready to go. Mancana música, shorty, the vibe, and we can roll, left and right. Samuda motashi wa kaja di leve ya that felt right. სამედიცინოში ბოლო კურსზე გავიარე, ადიქტოლოგია ქვია საგანს, ანუ დამოკიდებულებას. და ეს არ არის მხოლოდ ან წამაზე დამოკიდებულება, ან კოფეინზე, ანუ ყველაფერზე შეიძლება გავხდეთ დამოკიდებულები რა ადამიანები. მაგალითად მე დამოკიდებული ვარ ვარჯიშზე. და ანუ შეიძლება ითქვას რომ დამოკიდებული ვარ მძიმე წონის აწევაზეც, იმიტომ რომ იმდენად მინდა ეხლა მე მძიმე წონა ამოწიო, ამ ვარჯიშზე მძიმე წონა გავაკეთო, რომ წელის ტრავმასაც მივიწყებ ხოლმე რა. მე ავდივარ მძიმეებზე, ისევ დავიტრაუმები, მე გავჩერდები ერთი კვირა მაინც ჩავარდნილი მაქვს. მაგრამ ანუ ყოველთვის მისწრაფება, მიზანი და სურვილი მაქვს ხოლმე რომ მძიმე წონა ავწიო. ანუ ყველაფერ მაინც ესე დამოკიდებულება. ჯერჯერობით კარგად მინდის, არანაირი დისკომფორტი არ მაქვს წელზე. წონა ვაფშე არ იგრძნობა. და ამ ვარჯიშის მერე ჩაოლები გადავალ ფეხის ბარზაყის ვარჯიშებზე.
რუმინულს დღეს სავარაუდოდ არ გავაკეთებ, იმიტომ რომ რუმინულს თუ ვაკეთებ ხოლმე ამას არ ვაკეთებ და პირიქით, ანუ ამებს ვაკეთებ მონაცვლეობით. და პირდაპირ იზოლირებულ ვარჯიშებზე გადავალ ბარზაყის ორთავის, ანუ უკანა ჯგუფის კონტების. ეს ზონა არ მომიწევია უკვე წლები. You don't wanna fuck with me, don't wanna test your luck with me, cause if you try to fuck with me, I'll take all your body parts to a fucking graveyard, 6 feet I'm ostracized and traumatized. ფეხის დღეს თუ ჰამსტრინგებზე მაქვს ხოლმე აქცენტი, თითქმის ყოველთვის ვიწყებ ხოლმე წვივებით და კვადრიცებზე რომ მაქვს აქცენტით, მაშინ ბოლოს ვაკეთებ ხოლმე წვივებს, მაგრამ დღეს ვინაიდან მძიმედ მინდა და ამოწევა გამეკეთებინა. მაგიტო ჯერ ამოწევი დავიწყე და ეხლა ვიწყებ წვივებს. თან წვივებს თუ ვაკეთებ ხოლმე, გაშლილი მუხლით ვაკეთებ ეხლა და გაშლილი მუხლით თუ ვაკეთებ, ძირითადად ჰექსქვაზე ვაკეთებ ხოლმე, იმიტომ რომ ყველაზე კარგად იგი გზნობა რა. მაგრამ დღეს არ მინდა მეტი ვერტიკალური და ტვირთვა. ამიტომ გავაკეთებ ამ ტრენაჟორზე. და ზოგადად ეს ტრენაჟორი იმიტომ არ მიყვარს, რომ კარგად არ სრიალებს, ან ჭედავს ხოლმე რა და მაგიტო ზეწოლა იხსნება ხოლმე. თუნდაც გაწეული პოზიციაში რომ გავჩერდე, ის ზეწოლის წინაღობის გამო იქ გაზრდილი რო და კარგად რო არ სრიალებს, წვევზე ნაკლები ზეწოლა მოდის ხოლმე რა. და მაგიტო არ მიყვარს ეს ტრენაჟორი და მაგიტო მიჩვენია ჰექსქვაზე გავაკეთო გაშლილი მუხლით, ვიდრე აქ. მაგრამ დღეს არ მინდა წელზე მეტი დატვირთვა მქონდეს, მეტი კომპრესია მქონდეს, ამიტომ ვიზავ აქ. ერთი დღე არაფერი. უბრალოდ პაუზებს არ გავაკეთებ და რაოდენობაში ვეძავ შედარებით მეც და გაჩერებები არ მინდა რა. ზეწოლა რო არ მოიხსნას კუნძი. Body parts to a fucking graveyard, 6 feet I'm ostracized and traumatized by everything I'm not alright, I'm lost inside and anything I say you better listen up closely. Mostly, I'm the one and only, bring it home slowly, hand your boy the trophy, patience is holy moly, I got him hating on me like Michael hates Toby, force like I'm Obi, you know the one Kenobi, force fed baloney by phonies, just wanna rule the world, call me Mr. Steel Girl, Easy gave me the referral, now he's worried about a jail, yeah, coming out strong, I've been here for a long time, started off online, finish off all time, they can call me crazy cause I rap like I got rabies, I'm confident, not lazy, and I'm dominating lately, she want me like some pastries, I'ma give it to these ladies like I'm Hefner in my 80s, still I'm pushing up daisies. Don't wanna fuck with me, don't wanna test your luck with me, cause if you try to fuck with me, I'll take all your body parts to a fucking graveyard. სამი სეტი მქენი ახლა ერთიც კიდე და იქნება. დღეს დილით გითხულობდი. ერთ სავარჯიშო დღეს. ერთ კუნძზე 4-6 სეტი, 4-6 სეტი სრულიად საკმარისია და კვლევა კი არ მინახია, იმიტომ რომ ზოგადადაც ანუ ეს რაღაცას რო ეცნობი ვიღაცამ რაღაცა თქვა რა, ანუ რთულია რომ ყოველ დროზე გადახვიდე, იქ სამეცნიერო რაღაცა ნაშრომი ნახო, კვლევა ნახო და ის რომ დაიჭირო ეს ყველაფერი რა. მაგრამ საბედნიეროდ ChatGPT კაი საქმეს აკეთებს, იმიტომ რომ შეგიძლია კითხო და კი პასუხის. ხო და ვნახულობდი ანუ upper lower-ის სპლიტი და მთლიანი სხეულის ვარჯიში
ჩემო მოსწავლემაც დაიწყო ეს სპლიტი, ანუ კვირაში 3 დღე გამოდის ერთ კუნძზე ვარჯიშში რა. ერთი აქვს ზერატანი ცალკე, ერთი აქვს ქვედატანი ცალკე და ორი აქვს ფულბადი რა. ანუ კვირაში 3 ჯერ გამოდის ერთი კუნძს კეთება. უბრალოდ ნაკლები მოცულობით და მეტი სიხშირით აკეთებს კვირაში. და უფრო კარგი ეფექტი აქვს ვიდრე კვირაში ერთხელ, ან კვირაში ორჯერ. მე მაგალითად ერთი კუნთი მაქვს კვირაში ორჯერ და 5 დღედ მაქვს დაყოფილი. Test your luck with me, cause if you try to fuck with me, I'll take all your body parts to a fucking graveyard 6 feet. I can taste it, I'm fading. Why am I still waiting? What are y'all debating? It's really irritating. You hear what I'm saying? Fear got him shaking. You won't ever find a fucker like me in the making. Bite me and you'll break him. Your teeth will be vacant. I don't need to be patient, man. I breed entertainment from the streets, not the basement. Oh, see, I've been baking like your mama's casserole. She makes me. I've turned on the radio when you hear some shit. Your throat all slit if you don't post this, and I won't be missed. Hell no, I'm pissed. I'm the only rapper in this game worth shit. I go it on my own, don't need nobody's help. I do it all alone. და ანუ ამ ზერატანის და ქვედატანის სპლიტის მომხრეების არგუმენტი არის ის, რომ სიხშირე, ანუ რაც უფრო მეტი აკეთებ, მით უფრო ჰიპერტროფირდება და მით უფრო მეტად იზრდება კუნთი. 2, ჩემს შემთხვევაში 2-ს ვაკეთებ და 3 არის ოპტიმალური. რო კვირაში ერთი კუნთი ავარჩო 3 ჯერ ან 2 ჯერ, როგორც მოცულობა შედარებით დაბალი. და ანუ ჰიპერტროფირების თვალსაზრისით იზახიან იმასაც, რომ ანუ მოცულობას უფრო ნაკლები მნიშვნელობა აქვს ვიდრე სიხშირეს. I go it on my own, don't need nobody's help. I do it all alone, I'ma do it by myself. All these lyrics on my own, you won't put me on the shelf. Every punch that I throw, I can send your ass to hell. Better run, bitch, now with me. Don't wanna test your luck with me. You don't wanna fuck with Cause if you try to fuck with me, that's right. I'll take all your body parts to a fucking graveyard 6 feet. Don't wanna fuck with me. Don't wanna test your luck with me. Cause if you try to fuck with me, I'll take all your body parts to კიდე ძალაზე და ჰიპერტროფიაზე მინდა რომ პარალელურად გავავლო, რამდენად ახლოს არიან ერთმანეთთან რა. იმიტომ რომ ყურე კუნთი იზრდება მაშინ თუ შენ რა კუნთის ბოჭკოების გაქვს, იმ კუნთის ბოჭკოებით განავითარე უფრო მეტი ძალა და პროგრესულ ზრდას ანუ ეს უდევს საფუძვლად რა, იმიტომ რომ რა კუნთის გაქვს, იმ კუნთის უნდა შეძლება ბევრად მეტი წონა უნდა აწიო, ვიდრე მანამდე წევდი. თუ შენ ბევრად მეტი წონა აწიე, შესაბამისად ორგანიზმს გაუჩინე იმის მოთხოვნილება, რომ უფრო მეტი კუნთი გჭირდება, იმიტომ რომ ცოტა კუნთი ბევრი ძიმე წონის აწევას ვეღარ აუდის. და ამიტომ ემატება მიოფიბრილები რაოდენობაში და კუნთი იზრდება. კუნთი იზრდება უკვე ზომაში, ხო? ვინაიდან კუნთი გაიზრდა, იმას უკვე აქვს პოტენციალი, რომ კიდევ უფრო მეტი წონა აწიოს და ანუ ესე ნელ-ნელა იზრდება როგორც ძალა, იზრდება ისე კუნთები მოცულობაში რა. ანუ ერთი მეორის გარეშე იდეაში არ არსებობს. Cause if you try to fuck with me, I'll take all your body parts to a fucking graveyard 6 feet. Don't wanna fuck with me. Don't wanna test your luck with me. Cause if you try to fuck with me, I'll take all your body parts to a fucking graveyard 6 feet underground.
ბოლო ვარჯიში იქნება ფეხის მომზიდველი, ანუ ესაც ძალიან კარგად მუშაობს ფეხის სისქისთვის. ერთ-ერთი ძალიან კარგი ვარჯიში არის სწორედ ამ კუნთების განსარვითარებლად, რასაც ანუ მოზიდვას რომელი კუნთები აკეთებს რა. და კარგი ხანია უკვე ეს ვარჯიში ჩასმული მაქვს. უკანა ჯგუფის კუნთებთან ერთად ვაკეთებ ხოლმე. ვარჯიში დავასრულე. იდეაში კაი ვარჯიში გამომევიდა. გამიხარდა რომ კაი წონა წავიდა დედლიფტზე, ამ მოწევაზე. მაგრამ არ ვიცი წელი რამდენად კომფორტულად და რამდენად ჯანსაღად მექნება ხვალდაზე ეგ მაგას ვნახავ. იმედი არ ამტკივდება. მაგრამ დღეს საერთოდ არაფერი არ მაქვს დისკომფორტი არაფერი. ამ ვიდეოს სავარაუდოდ დავაწყობ და დავდებ. მანამდე 1-2 ვიდეო გადავიღე, მაგრამ არ ამიწყი არ დამიდია, იმიტომ რომ რაღაცები არ მოწონდა. ესაც ვნახოთ. მოკლედ 500 გამომწერს ზიავედი და მადლობა 500-ივე გამომწერს ამისთვის, გვერდში დგომისთვის, ვიდეოების და ლაიქებისთვის, კომენტარებისთვის. ამ ბოლო დროს ახალი წლების მერე ვიდეო არც დამიდია წესიურად და შესაბამისად თქვენი აქტიურობაც სულ არ იყოს და შენელდა, მაგრამ არა უშავს, ანუ ჩემთან ვსვაფრალებ ამას. სამაგიეროდ ინსტაგრამზე რეკლამები მაქვს გაშვებული და ინსტაგრამზე აქტიურობს ხალხი. მოკლედ გეგმაში ახლა მაქვს რომ ინსტაგრამისთვის გადავიღო ხოლმე პატარ-პატარა rilsები დაახლოებით 1 წუთიანი. ძირითადად შემეცნებითი რაც იქნება, ნუტრიციოლოგიაზეც მინდა რომ უფრო მეტი მივაწვე, იმიტომ რომ ამ ხრივადაც მაქვს განათლება, მაგრამ ფიქრობ რომ უფრო ნაკლებად ვიყენებ და უფრო მეტად შემიძლია რომ ამ სფეროში მეტი ინფორმაცია მოგაწოდოთ. და ამ 1 წუთიან ვიდეოებს, რა თქმა უნდა, YouTube-ზეც დავდებ. ეგ არის, გაწელვა მეზარება 1-2 პატარა რაღაც ვიმაიმონებ და ამით დავასრულებ დღევანდელ დღეს. კარგად იყავით, ბედნიერად შემდეგ ვიდეომდე.